ეს დაბა ადგენია. ზაზაშვილის ქუჩაზე არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი. გამომდინარე იქედან, რომ კორპუსში 60 ბინაა, აქაურები ამ ტერიტორიას 60-იანებად მოიხსენიებენ. აქ მცხოვრებლები კორპუსში და მიმდებარედ არაერთ პრობლემაზე მიუთითებენ. მათ შორისაა დაზიანებული აივნები. ადგილობრივები პირად საუბრებში გვიყვებიან, რომ აივნების ძირი იშლება, ნარჩენები კი ძირს იყრება. შესაბამისად, აივნების სახიფათოა როგორც გამლელებისთვის, ისე მცხოვრებლებისთვის. ადგენის მერი გოჩა ქიმაძე ამბობს, რომ დაზიანებების შესახებ ინფორმაცია ჩვენგან შეიტყო და მოიკითხავს. კარგი იქნებოდა თუ ჩვენ მოგმართავდეთ. ჩემთვის ეხლა თქვენგან გახდა ეს ცნობილი. მე პირველად მესმის ამის შესახებ. მომართვიანობა ჩვენთან არ ყოფილა. ჩვენთვის არ მომმართავთ. მე ეხლა დავინტერესდები რა ხდება, რა მდგომარეობაა. ამავე კორპუსში მცხოვრებლები გვეუბნებიან, რომ ეზოში შენობები, რომლებსაც საკუჭნაოებად, შინაური ცხოველების და ფრინველების სადგომად გამოიყენებდნენ, დაანგრიეს. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივები კვლავ დახურული სივრცეების აშენებას ელოდნენ, სანაცვლოდ ეგრეთ წოდებული გადახურული ფარდული ააშენეს. ადგენის მერი გოჩა ქიმაძე გადაწყვეტილებას შემდეგნაირად განმარტავს. რაღა აზრი ქონდა მაშინ თუ იგივეს გავიმეორებდით რაც იყო. მაშინ ყოფილიყო ის. მათ ჩვენ აუხსენით თავიდან ძალიან წინააღმდეგები იყვნენ ამ ფარდულების და სარეების და ეგრეთ წოდებული ავტოსადგომების აღებაზე, იყო ყველა აბსოლუტურად უკანონო. ხოვეთ ჩვენ და ერთობლივად გადავწყვიტეთ მათთან ერთად, მერიას ხელი არ დაუდებს არაფერზე, თვითონ დაშალა მოსახლეობებს და შემდეგ იყო ესეთი, აი მანქანასაც წავიყვანოთ, როცა სეტყვა იქნება, ან ძალიან მცხუნვარე მზე არის და აი მანქანასაც წავიყვანო. მე მათ უთხარი მაშინ, რომ რახან ეს პრობლემა დგას, გავაკეთოთ ღია სივრცე დახურული, სადაც იმ დროს, როცა თქვათ, მანქანა იქნება დასაყენებელი, ავტომობილი იქნება დასაყენებელი ავტომობილი, როცა ავტომობილი არ იქნება, ბავშვებს უფრო გაცილებით მეტი სივრცე ექნებათ, გასართობად და გაერთობოდნენ. ამაზე ჩვენ შევთანხმდით. ამავე ეგრეთ წოდებულ 60-იანებში მცხოვრებლები ამბობენ, რომ კორპუსს სჭირდება სადარბაზოების მოწყობაც. კორპუსი 70-ან 80-იან წლებში აშენდა. საცხოვრებელ შენობას რეაბილიტაცია 2018 წელს ჩაუტარდა. 60-იანების და კიდევ 10 კორპუსის გარე ფასადისთვის ადგენის მერიამ 600.000-მდე დახარჯა.